საქართველოში ოჯახების 77%-ს არ აქვს დანაზოგი, რომელიც შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში ერთი თვე მაინც ეყოფა. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC ჯორჯიას კვლევაში ნათქვამია, რომ დანაზოგს, რომელიც საკმარისია მინიმუმ ერთი თვის ხარჯების უზრუნველს აყოფად, ოჯახების მხოლოდ 23% აკეთებს. ორგანიზაციამ კვლევის ბიზნეს ომნიბუსის ფარგლებში მაისში 1000 რესპონდენტი გამოკითხა. საყურადღებოა, რომ ადამიანების უმრავლესობას თავიანთი შემოსავლის ნახევარზე მეტი ფაქტობრივად მისდის აუცილებელ ხარჯებზე, ისეთი როგორც არის საკვები, კომუნალური გადასახადების სესხი და ასე შემდეგ. და ეს ნამდვილად საყურადღებოა, რომ მოსახლეობას არ აქვს ის რაღაცა მკვეთრად გამოკვეთილი კარგი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ მათ თავიანთი შემოსავალი მიმართონ დაუშვათ სხვა ხარჯებისთვის აუცილებელი ხარჯების მიღმა. კითხვაზე თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავლიდან დაახლოებით რა წილი მიდის აუცილებელ ხარჯებზე, როგორიცაა საკვები, ქირა, სესხი თუ კომუნალური გადასახადები, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი 51-დან 100%-მდე ნაწილი პასუხობს, რომ ასეთ ხარჯებში მათი შემოსავლის 73% იხარჯება. ოჯახების მხოლოდ 27% ამბობს, რომ შეუძლია ყოველთვიური შემოსავლის ნახევარზე მეტი სხვადასხვა შესყიდვებზე დახარჯოს. მოსახლეობაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოლოდინი კი არაერთგვაროვანია. გაურკვევლობის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია, ყოველი მეოთხე ამბობს, რომ ვერ აკეთებს პროგნოზს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. და როცა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე ვეკითხებით ადამიანებს, აქ გაურკვევლობის მაჩვენებელი ცოტა კიდევ უფრო იმატებს და რაღაცა ცუდის მოლოდინი სამაგეროდ უფრო იკლებს. ეკონომისტები და ანალიტიკოსები ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეკონომიკური ზრდის პარადოქსზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მიუხედავად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა, მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობაზე ეს პროცესი სათანადოდ არ აისახება. კითხვაზე თუ რატომ ვერ ახერხებს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დანაზოგების შექმნას, თანაც ისეთის, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც უზრუნველყოფს ფინანსური ბალიშის როლს შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში, სპეციალისტები რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათ შორის უმთავრესი კი ინფლაცია და შემოსავლების სტაგნაციაა. ერთი მხრივ ბევრი ადამიანის რეალური შემოსავალი არ იზრდება, იმიტომ რომ მედიანური ხელფასი უფრო ნელი ტემპით იზრდება ვიდრე მთლიანი ინფლაცია. საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს და რაც უფრო დაბალია საზოგადოების ამ ნაწილის შემოსავალი, მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ მათ აქვს სამომხმარებლო სესხები და ასევე სესხები უძრავ ქონებაში და ისინი პერიოდულად უწევთ მათ ამ სამხმარებლო სესხების აღება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ისინი ვერ ახერხებენ შესაბამისი ხარჯების დაფინანსებას. დანაზოგების შექმნა საქართველოში მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს ხელეწიფება. ისიც კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუძღოთ, აქ არ არის საუბარი რაღაც ისეთ დანაზოგზე, რომელიც მაგალითად 10 ან 15 წლიან პერსპექტივაში შვილის განათლებისთვის ფულის შენახვას გულისხმობს. აქ არის საუბარი ისეთ დანაზოგზე, რომელიც ჩვეულებრივი სამსახურის არქონის შემთხვევაში მომავალ თვეს დაეხმარება მოქალაქეს, რომ რაღაც მინიმალური ეკონომიკური, სოციალური საჭიროებები უზრუნველყოს. ეკონომისტების განმარტებით სტრუქტურული პრობლემაა ის, რომ სასურსათო პროდუქტებზე ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე მედიანური ხელფასების ზრდის ტემპი. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სამომხმარებლო სესხების ხარჯზე ცხოვრობს, რადგან სხვაგვარად ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებას ვერ ახერხებს. თუ ჩვენ დავყოფთ ეკონომიკას დარგების მიხედვით, ვთქვათ, როგორც არის NEIS 2 სტანდარტის ან სხვა რომელიმე სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვნახავთ, რომ სადაც მაღალია დასაქმების მაჩვენებელი, იმ სექტორში ეკონომიკა არ იზრდება. ძალიან ნელი ტემპით იზრდება და მოძრაობს. ხოლო სადაც დასაქმების დონე არის შედარებით დაბალი, იმ სექტორში ეკონომიკა სწრაფად იზრდება. მაგალითად, ეს არის ICT სექტორი, ინფორმაციების და ტექნოლოგიების ნაწილში. მაშინ, როდესაც მრეწველობა, ვაჭრობა, სადაც ადამიანების ძირითადი ნაწილია თავმოყრილი, იქ მაინც ვერ ხედავთ ჩვენ ის ტემპს. ანალიტიკოსების შეფასებით ქვეყნის ეკონომიკა ამჟამად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიგრაციულ პროცესებზე, რაც ადგილობრივ მოქალაქეებს ხშირად წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. მათი განმარტებით ბოლო პერიოდის ეკონომიკური აქტივობა დიდწილად მიგრაციამ განაპირობა, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა და ინფლაცია გამოიწვია. ამიტომ ის ფაქტი, რომ მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ფინანსური დანაზოგი არ გააჩნია, არა კულტურული თავისებურებით, არამედ დაბალი შემოსავლებით იხსნება. უცხოელების შემოდინების შედეგად ცხოვრების პირობები გაძვირდა
გაძვირდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძენი ბინები, ზოგადად ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა და ასე შემდეგ. ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკა გადაერთო უცხოელების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. რადგან მათი ეკონომიკური შესაძლებლობები უფრო მეტია, ამიტომ ქართველები ავტომატურად წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდით. იმიტომ რომ იძულებული გავხდით კონკურენცია გაგვეწია ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო უკეთ მომზადებული უცხოელისთვის. და ამიტომ ჩვენი მოწყვლადი ჯგუფები და ჩვენი საშუალო კლასი აღმოჩნდა ავტომატურად წამგებიან მდგომარეობაში. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში გაცემული საშუალო ხელფასი 8.9%-ით, ანუ 194 ლარით გაიზარდა და 2364 ლარს მიაღწია. საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით ეს ხელფასი 1891 ლარს შეადგენს. თუმცა სპეციალისტების განმარტებით ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში 3 წელიწადში დაახლოებით 3-ჯერაა შემცირებული. თუ 2023-24 წლებში ხელფასების რეალური ზრდა დაახლოებით 13% იყო, 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდის მაჩვენებელი შემცირდა. სპეციალისტების შეფასებით დიდი ალბათობით ეს იმის მანიშნებელია, რომ 2022-24 წლების ეკონომიკური აღმასვლა, რომელიც დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება მედიანურ შემოსავლებს, საქსტატის მონაცემებით 2025 წელს ოჯახების მედიანური შემოსავალი 2194 ლარი იყო, რაც ერთ ადამიანზე გაანგარიშებით 664 ლარს შეადგენს.